პირველად ქართული თეატრის ისტორიაში ეკატერინე გაბაშვილის ცნობილი ნაწარმოები მაგდანას ლურჯას სცენაზე პირველად დაიდგმება მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ახლა პრემიერისთვის ემზადებიან, სპექტაკლი მწერლის იუბილეს ეძღვნება. ამბავი ღარიბ ქალსა და მის 4 შვილზე, რომელთაც გაუსაძლისი გაჭირვებისას მხსნელად სახედარი ევლინებათ. მაგდანას ლურჯა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 28 და 29 ნოემბერს იქნება წარმოდგენილი. მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. პირველად ქართული თეატრის სცენაზე ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა მაგდანას ლურჯა იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი ქართველი მწერლის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის თავს ეძღვნება. დადგმაზე რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე მუშაობს. მასვე ეკუთვნის მოთხრობის ინსცენირებაც. ეს არ არის მხოლოდ მაგდანას ლურჯა, ეკატერინე გაბაშვილის გავაკეთეთ ნაკრები ქართული ლიტერატურიდან, მათ შორის შემოდის პოეზია, სხვადასხვა ალუზიები, ხალხური და ამის მიხედვით საუბრობთ საქართველოს ბედზე. საუკუნეების განმავლობაში, მათ შორის ავსახავთ დღევანდელ მოვლენებს, სოციალურ თუ პოლიტიკურ, ეს ყველაფერი გადავიტანეთ გროტესკის ფორმაში, ის იქნება კლოუნადა, პერსონაჟები იქცნენ მასხრებად, კლოუნებად და მათი ენიტყვებით იმ სევდაზე წარეთ ვაცინებთ მაყურებელს არსებულ პრობლემებს. ეკატერინე გაბაშვილი ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებებზე არაერთი თაობა აღიზარდა. გამონაკლის არც მაგდანას ლურჯა წარმოადგენს. ეს არის საყმაწვილო მოთხრობა სიღარიბეზე, ტკივილზე და ერთ ლურჯაზე, იმედის ნიშანზე, რომელიც ყველაზე მძიმე დროსაც კი არ ქრება. მე ვთამაშებ კატოს როლს და ძალიან მომწონს, ძალიან მხიარული გოგოა. სულ აქტიურია და ყოველ დღეს ყველაფერს აკეთებს სასაცილოდ. მე ვასრულებ მიხას როლს მაგდანას ლურჯაში. პირველად ეს ფილმი რო ვიყურეთ, საკმაოდ ემოციური იყო. ხო და მაგ დროსვე წარმოვიდგინე, რომ ეხლა ამის სპექტაკლი რო დაიდგას ან ამ ფილმში გადამიღონ თქო, ძალიან მინდოდა და რომ მომიწვიეს, ძალიან გამიხარდა. პირველად არის რომ ესეც სტილში გროტესკში ვთამაშობ და ცოტა ისეთია ჩემთვის რთული, ასე ვთქვათ. ჩემი პერსონაჟი არის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო ჩაკეტილი ბავშვია. რაღაც ისეთი ხმაც განსხვავებული უნდა ქონდეს, მანერები, ყველაფერი უნდა ქონდეს რადიკალურად განსხვავებული ჩემგან. და ეს სიმორცხვე აქვს, ჩაკეტილობა აქვს და ისეთი ნერვიული პერსონაჟი არის ძალიან. სპექტაკლში რეჟისორი ბუფონადის ფორმით გვიყვება ღარიბ ქალზე, რომელიც შვილებთან ერთად მძიმე ცხოვრებას ებრძვის. ამგვარი გადაწყვეტა მაყურებელს საშუალებას მისცემს უფრო მკვეთრად დაინახოს, როგორ ინარჩუნებს ადამიანის სინათლეს, მაშინაც კი, როცა ცხოვრება მას ბნელ გარემოში ახვევს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპექტაკლის რეჟისორს ნიკა ჩიკვაიძეს, რომ მომცა შესაძლებლობა ყოფილიყავი ამ პროექტის, ამ ვერსიის ერთ-ერთი მონაწილე, იმიტომ რომ ნიკას აქვს თავისი ინდივიდუალური ხედვა, გულწრფელი, რომელიც მე ძალიან მომწონს და გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო და უჩვეულო პროცესი. ჩვენ თამაშობთ გროტესკის, ბუფონადის, კლოუნადის ჟანრში და ამდენად კიდევ უფრო მეტად საინტერესოა ეს ჩემთვის როგორც მსახიობისთვის, მაგრამ ამას ყველაფერს სევდიანი შლეიფი მოხვება უკან. მაგდანას ლურჯას პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 28 და 29 ნოემბერს გაიმართება.